შეეხება სტიქიას, ხედავთ რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ, მათ შორის პროგნოზიც არის რომ 2 დღე თუ არ ვცდები ჯერ იქნება კვლავ თოვა. სახელმწიფო სულად მობილიზებულია იმისთვის უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან გზები, მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველი საჭიროების ნივთები და ასე შემდეგ. ზუსტად ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები, რომ აი ამ უამიდობის პირობებში, რომელიც გრძელდება ჯერ კიდევ, არ არის ის ჩვენ დღეს ვიმყოფებით თბილისში და აქ ამინდი მართალია მოწმენდილია, მაგრამ იქ კვლავ არის როგორც იცით სტიქია გრძელდება, სტიქია რა თოვლი არის, რომელიც კვლავ გრძელდება და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ კომუნიკაციები იყოს მძიმე.